Turkiye ara სამეგრელოს. Turkul pozisyonunda şön valevşi var. Bela bankemiz buluyor var. Burada şön. Türkiye oraya argondes valide argondes bank. Kurs raunda ეხლა კიდე აქ ჩვენი მამამის ციხე დაიქცა თურქია რო გავახსენე აკეთებს ხოვდა თქვენთან ერთად წავიდეთ სადაც გინდა და გავაკეთოთ საერთო საქმე 2 საათამდე მომეცით დრო ჩვენ ვართ ადგილობრივი ხალხი. ვემსახურებით ადგილობრივ ხალხს. ჩვენგან ნაწყენი გზავრი არ ყოფილა, არ მახსოვს მე 25 წელია ვემსახურები ამ ქალაქს, ამ კუთხეს. წარმოშობით აღმოსავლეთიდან. და მინდა იმის თქმა, რომ ნუ დაგვტოვებს ის ვიღაცაა ჩვენთვის. ნამდვილად ვიღაცა არის, ჩემთვისა და თქვენთვისაც. და ყველასთვის. ის კაცი ჩვენ შავპურს რო ვჭამ დღესა და ჩემი შვილები და შვილიშვილები. შავპურს რო ვჭამს, იმას მართმევს მე ის ვიღაცა თურქი. და მას ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ ხელისუფლებასთან არაფერი საწინააღმდეგო და პრეტენზია არ გვაქვს. არ გქონია რომელიმე ხელისუფლებასთან, რაც აქ ვართ ჩვენ. ჩვენ მუშაობთ იმ დროიდან, რომ ტყვიების სეტყვა მოდიოდა აქ. არაფერი, არანაირი ტრანსპორტი არ დადიოდა, მაგრამ ჩვენ დავდიოდით და ვემსახურებოდით ამ ხალხს. რას აპირებთ უკაცრავად? ვაპირებთ ახლა ჩვენ იმას. ვაფრთხილებთ ჩვენ. და მოვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დაგვიდგეს გვერდში. ეს მიუხედავად ამ კომპანიებს თურქი უნდა შემოვიდეს ჩვენ მიწასყაზე და თურქმა უნდა იმუშაოს ჩვენ მე წავიდეთ საქმე ხო? ასე არ მოხდება ბიზია, არ იქნება. ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ გაბედოს, გადავიდეს, გადალახოს თურქეთის საზღვარი. ერთი მგზავრი ავიყვანოთ ჩვენ. გავდივართ ხოლმე ევროპაში. მე პასპორტები 36 მაქვს, უკვე გაწვეთილი და ამ ვიზებით და იმით. რო გადავალ ერთი მგზავრი რო ავიყვანო მე თურქეთის ტერიტორიაზე, შეიძლება იქვე ჩამქოლოს ცხოველებმა და ყველა. თავრობამ კიდე თურქეთში ჩვენ არანაირი ბიზნესი, არაფერი არ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ტრანსპორტის მიმართ. ტრანსპორტის სამინისტრო თავიანთ მოქალაქეებს ძალიან დიდ პატივს სცემს თურქეთში. ჩვენს ერთმანეთს მივაქციოთ ყურადღება, რატომ უნდა შემოვიდეს თურქული კომპანია? ეს მეტრო ჯორჯია არის თურქული კომპანია, რომელსაც 83% გზარგადაყვანა თურქეთში და მარტო 80% აზერბაიჯანში. ამ შემთხვევაში მან გადაწყვიტა ზუგდიდი თბილისის მარშრუტის გახსნა. ეს ფაქტურად უკავშირდება ანონსებენ ამას, რომ ეს არის ფაქტურად აი ამ მეტრო კომპანიის ექსპანსია საქართველოში. აი აქ ბიზნესი, ამით ბიზნესი იგარგება, ქართული ბიზნესი იგარგება, ბრძოლის სამუშაო ადგილი, ეს ხალხი დარჩებიან უმუშევრები. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით პროკავშირები კანონის პარკლებში ბოლომდე ვებრძოლოთ ამ მეტრო ჯორჯიას და მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომ ვადა მიეცეთ ამ ხალხს, რომ ინფრასტრუქტურა განავითაროს. ეს არის გამოსავალი. თორე ეს ბათუმიდან დაიწყო. ზუგდიდი, ქუთაისი, შემდეგ არის მთელი საქართველო. მე ვიცი რომ 300-მდე ტრანსპორტი შემოყავს ამ მეტრო ჯორჯიას. იყო თუ არა საერთოდ ზოგადად გაცემული აქ მშენებლობაზე ნებართვა? არა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ გაცემულა. ჩვენ მიერ ნებართვა მშენებლობის პროცესი მოჩენილდა რამოდენიმე დღის წინ. ვიწერილობდა შევაჩერე, ჯერ სიტყვაზე გაფრთხილება მივეცით, მერე ვიწერილობა გადავეცით. თუმცა დღეს როგორც ირკვევა, ისევ აგრძელებთ მშენებლობას. აქედან გამომდინარე დაინიშნება სამართალდამცველის ხდომის ხდომა და განიხილება ეგ საკითხი
იცით, გვაქვს ჩვენ მიწათმოქმედების გენერალური გრუპი, ასევე გვაქვს ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების წესი. ამ წესის შესაბამისად დადგენილია მონაკვეთები, ზონები, სადაც შესაძლებელია ამ ფუნქციის ობიექტების არსებობა, სადაც არ არის შესაძლებელი. ეს ტერიტორია თავიდან მოვიდა მიწათმოქმედების გენერალური გეგმის მიხედვით არის რეკრეაციული ზონა. ანუ ავტოსადგურის გახსნის უფლება ამ ზონაში თუ სპეციალური ზონალური შეთანხმება არ ეკდება. ამ შემთხვევაში არ არის. და ამათი მოთხოვნა სწორედ ეგ არის საერთოდ არ გაიხსნა. იცით რა ეს კონკრეტულარიანი კომპეტენციას ცდება. იმიტომ რომ კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს და სხვა რამე ბეკეტები არსებობს მათი მოხსნისას. გადი მუშაშა მილომა გადი ის თქვენი ინტერესების დამცველი არის და უთხრესო იჭერს მიეცეთ პირობა რომ მეტრო ზუგდიდში არ შევა. მაგრამ მარტო ზუგდიდში რატო არის? მეტრო მარტო ზუგდიდში რატო შეეხება? მეტროს შენებლობა ამ ობიექტზე და არსად კიდე ცენტრალურ ნაწილში, იმიტომ რომ აგიხსნით ეხლა ცნობისთვის უკაცრავად